ვიწყეთ მეხუთე დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არის გასკითხეთ მეხუთე დაპირისპირება 50-55 კილოგრამი. აქამდე ამ წონაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დანიელ როზმეტოვი და დავით იეგორიანი, თურქმენეთი და სომხეთი, სადაც გამარჯვება მოიპოვა სომეხმა. ამის შემდეგ კიდევ ერთი თურქი გვეყოლება, სინიბულა სელატინი, რომელიც დაუპირისპირდება გიორგი ჭეიშვილს, ქართველს. ეს იქნება უკვე ბანტავეითი, ანუ 55-დან 60 კილოგრამის წონით კატეგორია. შემდეგ დაიწყო ამასობაში პირველი რაუნდი. ხინიკინი იწყებს. სარზე კარგად მოყვა აქ თურქმა. ერთი სიმაღლის არიან გაბარიტებში, დიდად განსხვავება მათ შორის არ არის. გითხრათ რომ საქართველოსთან ერთად აქ ყავს 10 ქვეყანა, რომელთაც ყავთ ძალიან კარგი და გამორჩეული მოკრებები ჩამოყვანილი. ესენი არიან ახლა შეგახსენებთ ვინები, ხედავთ აქ თურქეთი, ყაზახეთი, ვნახეთ სომხეთი, როგორც გითხარით საქართველო, ასევე აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ისრაელი, კვიპროსი, პოლონეთი, თურქმენეთი და უკრაინა. უკრაინა დაემატა ცოტა ხნის წინ, ორი მებრძოლი გვეყოლება უკრაინიდან და მინიმუმ ერთს დღეს ვნახავთ. აქ მალე დასრულდება პირველი რაუნდი და ვნახოთ საბოლოო შედეგი რა იქნება. მოარტყა შენიკინო მარცხენა, შემდეგ შეუტია რანკილ კოზლერმა. საინტერესო ეს გადაწყვეტილება გამოკვეთილი უპირატესობა არც ეს არ აქვს შეჯერობით. აქ კი მოარტყა მარცხენა, არც თუ შეძლიერად, მაგრამ ზუსტად ჩაითვლება თურქს. ნახოთ აქ რას გადაწყვეტა პირველი რაუნდის შემდეგ საჯერო. ხო, თურქი ბარანკი კოზლერი დაიწყო ამასობაში მეორე რაუნდი, როგორც გითხარით, ბარანკი კოზლერი ამარცხებს პირველი რაუნდის შემდეგ ალმას ხინიკინს. საინტერესო დაპირისპირება, ბევრი ზუსტად მოვიხილეთ და პირველი რაუნდის ბოლოსკენაც დავინახეთ კირკოზლერის ზუსტი მარცხენაც.
რეზულტებს თურქი ნახოთ ტანში ცდილობდა ზუსტი დარტყმების განხორციელებას ყაზახი კიდევ ერთხელ ტანში ეცადა მივედება აქ თავის მომენტს თურქი კირგოზლერი იმიტომ რომ ყაზახი ცდილობს ახლა მოიპოვოს უპირატესობა ფუფუნებაში არის ასე ვთქვათ თურქი ნახოთ კარგი მცდელობა იყო შეჯი გააფრთხილებს იყო აქ ერთი-ორი დარტყმა თურქის მხრიდან კუთხეში იყო აქ ქონდა ყაზახეთს მაგრამ მარტივად გამოვიდა ძალიან კირგოზლერი მოვარტყა აქ მარჯვენაც მას თუ შეძლიერო მაგრამ ზუსტი ისო კიდევ თავი დახარა აქ შეიძლება უკვე გაფრთხილება უცებურადაც მიიღოს კი ეს არის მას ხინეკინი პირველ რაუნდში დამარცხდა და აქ გაფრთხილებას მიიღო რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამარჯვების შანსები ძალიან დაბალია მიწოდებული ნოკაუტით უშველის ახლა მას არც თუ ისე ორივე რაუნდია მაგას ვამბობთ არც თუ ისე ძლიერი დარტყმებს ახორციელებს თურქი მაგრამ ძალიან ბევრი ზუსტი დარტყმა აქვს თვითონაც არ იღებს არაფერს განსაკუთრებულს და ძალიან მარტივად იგებს მოკლედ დაპირისპირებას ჯერჯერობით დასრულდა ამასობაში მეორე რაუნდი ბოლოს ვნახავთ დიდი ალბათობით თურქისაა მეორე რაუნდიც კი ასეც არის იწყება მესამე რაუნდი რთული მდგომარეობაშია ყაზახი ალმას ხინეკინი თურქის ცდილობს აქ მესამე რაუნდიც წამოიღოს ასე ვთქვათ მესამე რაუნდში იმორჯოს შორს არ არის შედეგთან გეტყვით რომ 24 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით გაიმართება ეს ტურნირი 29 ივნისს გვექნება ფინალები კიდევ ერთხელ გეტყვით არის 11 ქვეყანა ჩამოსული 70-მდე უცხოელი მოკრევე კიდევ ამდენი ქართველი ყველა არის ეროვნული ასაკია და მოკლედ ძალიან საინტერესო ბრძოლები უნდა იყოს სამომავლოდ დღესაც და ზოგადადაც ბევრი საინტერესო ბრძოლა უნდა ვიხილოთ. ეს ზოგადად დაუღლელად მიდის დასრულითი ეტაპისკენ. აქ მოვარტყა ორივე მაკაბერგოტის ზუსტი იყო ორჯერ კირგოზლერის შესრულებით. შემდეგ დაპირისპირება როგორც გითხარით ქართველსა და თურქ შორის არის ესენი არიან სინებულაკ სალაატინი და გიორგი ჭეიშვილი როგორც გითხარით ეს უკვე არის
55-60 კილოგრამი და რიგით მე-6 დაპირისპირება. 6 საათზე იქნება გახსნითი ცერემონიალი, მანამდე კი ვიხილოთ 12 დაპირისპირებას. 6 საათის შემდეგ კი გვექნება კიდევ 10. დაპირისპირებას კი გახსნის გეტყვით ქართველი ვის წინააღმდეგ. მოსობაში მთავრდება მესამე რაუნდიც. ივერი გრიგოლაშვილი დაუპირისპირდება აბდურაჰმან იუკულუმს თურქმენეთელ მოკრივეს, ეს იქნება 70-75 კილოგრამი და ამით გაიხსნება მოკლედ ეს დაპირისპირება და ზოგადად დღევანდელ დღის სესიას დახურავს თურქი და ქართველის დაპირისპირება. გოსტებები უნდა დარდა დაუპირისპირდება ნიკა ლოსიტაშვილს. დასრულდა ჩვენ დაპირისპირებას და ველოდებით გამარჯვებულს, რაც ვიცით, მოკლედ რო ვთქვათ, ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა ბარან კირგოზლერს ორი რაუნდის შემდეგ. ამ ძოლში გამარჯვება მოიპოვა. რეიტინგი წითელი კუთხე ბარან კირგოზლერი თურქეთი. ხო, ბარან კირგოზლერი გადადის შემდეგ ეტაპზე. შემდეგი დაპირისპირება კი გვექნება როგორც გითხარით სინებულა ქსელატინი გიორგი ჭეიშვილი 50